რატომ იყო ვაჟა-ფშაველა ეგზისტენციალისტი? ხო, ვიცი, ეს კითხვა ალბათ ცოტა უცნაურად ჟღერს. ჩვენ ხომ აი სკოლიდანვე გვასწავლეს, რომ ვაჟა არის ვინ? მთის, ბუნების და ჩვენი ტრადიციების პოეტი. მაგრამ მოდით ერთი წამით დავფიქრდეთ. რა თუ ამ ყველაფრის უკან რაღაც ბევრად უფრო ღრმა, უფრო რადიკალური და სიმართლე გითხრათ შოკის მომგრუელად თანამედროვე იდეები იმალება? კარგი, მოდით დავიწყოთ. ეს არის ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც რა თქმა უნდა ყველა ვიცნობთ როგორც ვაჟა-ფშაველას. ვსაუბრობთ მე-19 საუკუნეზე, კაცზე, რომელიც ცხოვრობდა და წერდა საქართველოს მთაში, ფშავში, და კი ის იყო ჩვენი ეპიკური პოეზიის ნამდვილი გიგანტი. და აი სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. დაფიქრდით აბა, შესაძლებელია რომ საქართველოს მთებში სრულიად მოწყვეტილ პოეტს ზუსტად იმავე დიდ კითხვებზე ეფიქრა, რამაც წარმოიდგინეთ თითქმის 40 წლის შემდეგ მთელი ევროპული ფილოსოფია თავდაყირა დააყენა. მოდით ვნახოთ. კარგით. სანამ ვაჟას გმირებზე გადავალთ და მათ არჩევანზე, ჯერ უნდა გავიგოთ, სად ცხოვრობდნენ ისინი. რა სამყარო იყო ეს? მოკლედ, ეს იყო სამყარო, რომელსაც მთის უმკაცრესი ურყევი კანონები მართავდა. აი წარმოიდგინეთ ერთი წამით საზოგადოება, სადაც თემის სიტყვა ბოლოა, კანონია ფაქტობრივად, სადაც კი სტუმართმოყვარეობა წმინდათა წმინდა, მაგრამ ამავე დროს სისხლის აღებაც, ესეც შენი წმინდა ვალდებულება და აი ზუსტად ამ რკინის ჩარჩოებში, ამ წინააღმდეგობაში იბადება ის დიდი კონფლიქტი, რომელიც ვაჟას ასე ძალიან აინტერესებდა. კარგი, მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ავიღოთ პირველი მაგალითი, ყველასთვის ცნობილი გმირი, ალუდა ქეთელაური. ეს ხატობა იცით, უბრალოდ რაღაც რიტუალი არ არის. არა. ეს იმ საზოგადოების მისი იდენტობის ნაწილია. ანუ თუ მტერს ხელს მოკვეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ თემის ერთგული ხარ. შენ მათ კანონს იცავ. ხო და ბუნებრივია ალუდასგანაც, როგორც გმირისგან, ყველა ზუსტად ამას ელოდება. და სწორედ აქ ხდება ყველაფერი. გადამწყვეტი მომენტი. ალუდა მტერში, უბრალოდ მტერს, ქისტს კი აღარ ხედავს, არამედ ხედავს ადამიანს, ღირსეულ ვაჟკაცს. და ეს შინაგანი გარდატეხა, ეს მომენტი აიძულებს მას, რომ დაარღვიოს ყველაფერი, საუკუნოვანი წესი. ის ირჩევს არა თემის კანონს, არამედ საკუთარ სინდის. ეს სიტყვები ფაქტობრივად მისი შინაგანი მონოლოგია, მისი პირადი მორალური გამოღვიძებაა. ის უცებ ხვდება, რომ არსებობს რაღაც უფრო მაღალი, ვიდრე თემების დაპირისპირება, ვიდრე სისხლი და შუღლი. და ეს არის უბრალოდ ადამიანური ღირსება. ის ღირსება, რომელიც მტერსაც კი აქვს. და რა არის ამ არჩევანის ფასი? გარიყვა. სრული გარიყვა. ის საზოგადოება, რომელიც გუშინ მას გმირად თვლიდა, დღეს ზურგს აქცევს. და იცით რატომ? იმიტომ რომ მათთვის ალუდა საქციელი უბრალოდ გაუგებარია, მიუღებელია. და შედეგად, ალუდა რჩება სრულიად მარტო, თავის სიმართლესთან ერთად. კარგი. ახლა გადავიდეთ მეორე ისტორიაზე, რომელიც დამიჯერეთ არანაკლებ დრამატულია. აქ მთავარი კონფლიქტი სტუმართმოყვარეობის წმინდა, ხელშეუხებელი კანონის გარშემო ტრიალებს. ანუ, სიტუაცია ასეთია. თავიდან ჯოკოლამ საერთოდ არ იცის, ვინ არის მისი სტუმარი. ის უბრალოდ აკეთებს იმას, რაც მისი წმინდა ვალია, მას პინძლობს. მაგრამ დრამაც სწორედ მაშინ იწყება, როცა ირკვევა თუ ვინ არის სინამდვილეში ეს სტუმარი. და ისევ როგორც ალუდას შემთხვევაში, თემი ერთ ხმად, ერთ მუშტად გამოდის. მათთვის ზვიადაური უბრალოდ მტერია და მისი სისხლი უნდა დაეღვაროს. წერტილი. ისინი პირდაპირ მოითხოვენ ჯოყოლასგან, რომ დაივიწყოს სტუმრის კანონი და დაემორჩილოს სისხლის აღების კანონს. ეს ფაქტობრივად მთელი თემის ხმა, მათი კრედო. მათთვის ჯოყოლას აქციელი წარმოუდგენელი რამეა. ეს იგივეა, რომ საკუთარ დედას საკუთარ ფესვებს უღალატო. მათთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება რაღაც უნივერსალური ადამიანური ვალი, როგორიცაა სტუმრის დაცვა, უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე შენი თემის, შენი სისხლის კანონი. და აქ, ალუდასგან განსხვავებით, ფინალი ბევრად უფრო ტრაგიკულია. ჯოყოლა ბოლომდე მიდის. ის საკუთარ სიცოცხლეს წირავს იმ პრინციპისთვის, რომელიც მისთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ხვდებით, ეს არის უმაღლესი მორალური არჩევანი, მაგრამ ამ არჩევანის ფასი არის ნგრევა და სიკვდილი. კარგი, ესე იგი, ჩვენ ვნახეთ ორი უძლიერესი ისტორია. ორივე მათგანი არის ფაქტობრივად ერთი ადამიანის ბრძოლა მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. და ახლა დადგა დრო, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდ სურათში წავსვათ და პირდაპირ ფილოსოფიას დაუკავშიროთ. აი, ფსიქოლოგიაში არის ასეთი ტერმინი პოსტკონვენციური მორალი.
ნუ შეგაშინებთ ძალიან მარტივია. მოკლედ ეს არის მომენტი, როცა ადამიანი აღარ აკეთებს რაღაცას ბრმად, მხოლოდ იმიტომ, რომ ასია მიღებული. არა, ის იწყებს კითხვების დასმას, ფიქრს და გადაწყვეტილებებს იღებს თავისი შინაგანი უნივერსალური პრინციპებით. მაშინაც კი თუ ეს მთელი საზოგადოების წესებს ეწინააღმდეგება. ხომ გეცნობათ, ზუსტად ამას აკეთებენ ალუდაც და ჯოკოლადს. და აი სწორედ აქ იკვეთება ყველაზე საინტერესო პარალელი. დააკვირდით. ერთ მხარეს ყოფს ვაჟას გმირი. ის უარყოფს საზოგადოების დაწერილ კანონებს და ამის გამო მარტო რჩება. მეორე მხარეს კი ყავს თქვათ სარტრის გმირი, რომელიც თავისუფლებისთვის არის განწირული და თვითონვე უნდა შექმნას საკუთარი ცხოვრების აზრი. ან კამიუს აბსურდის გმირი, რომელიც ამ უაზრო სამყაროს უპირისპირდება. ხედავთ, ორივე შემთხვევაში გმირი ირჩევს თავის პირად სიმართლეს და ამ არჩევანის უმძიმეს შედეგებსაც მარტო, სრულიად მარტო უმკლავდება. მსგავსება უბრალოდ გასაოცარი, არა? და ახლა ალბათ ყველაზე მთავარი, ყველაზე ძლიერი არგუმენტი, უბრალოდ შეხედეთ ამ თარიღებს. ვაჟა-ფშაველა ამ თემებზე, თავისუფალ არჩევანზე, პიროვნულ პასუხისმგებლობაზე, საზოგადოებასთან კონფლიქტზე წერდა, დაფიქრდით, თითქმის 40 წლით ადრე, სანამ ეს იდეები პარიზის მოდურ კაფეებში აფეთქდებოდა და ეგზისტენციალიზმად მოინათლებოდა. ანუ ხომ ხვდებით, ვაჟა არ ყოფილა რაღაც კაბინეტის ფილოსოფოსი, რომელიც ტრაქტატებს წერდა. არა. ის იყო პოეტი, რომელიც ამ უმძიმეს მტანჯველ კითხვებს საკუთარი სისხლითა და ხორცით თავისი შემოქმედებით პასუხობდა. მისი გმირები, ალუდა და ჯოკოლა, მისივე შინაგანი ბრძოლის ანარეკლი არიან. ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ იპოვო შენი საკუთარი სიმართლე სამყაროში, რომელსაც ხშირად არანაირი აზრი არ აქვს. კარგი, მაგრამ შეიძლება იკითხოთ, რაში გვჭირდება ეს ყველაფერი დღეს ჩვენ 21 საუკუნეში? რა შვაში აქ მე-19 საუკუნის მთაში მცხოვრები პოეტის ფიქრები? სიმართლე ისაა, რომ ვაჟას მიერ დასმული კითხვა ალბათ დღეს უფრო მწვავედ დგას ვიდრე ოდესმე. აი დაფიქრდით, სოციალური ქსელების, საზოგადოებრივი წნეხის, პოლიტიკური დაპირისპირების ეპოქაში რამდენად ხშირად გვიწევს ჩვენს თითოეულ ჩვენგანს ალუდას და ჯოყოლას არჩევანის გაკეთება. სად გადის ის თხელი ზღვარი საზოგადოებასთან თანაცხოვრებასა და საკუთარი სინდისის ერთგულებას შორის? ვაჟას მზა პასუხები არ დაუტოვებია, მაგრამ მან დასვა კითხვა და სწორედ იმაშია მისი გენიოსი, რომ ეს კითხვა დღესაც ცოცხალია და პასუხს ჩვენგან ელოდება.